დაპირებისამებრ, გთავაზობთ ინფორმაციას ხშირ და გავრცელებულ დაავადებებზე და მათ სიმპტომებზე. უყურეთ ვიდეო ახსნას, მიიღეთ მეტი ინფორმაცია და თუ ნახავთ, რომ თქვენს გაქვთ მსგავსი სიმპტომები, მოიწერეთ კომენტარები და დასვით კითხვები. თმისცვენა, ალოპეცია. ალოპეცია, თმისცვენა, არის ზოგადი ტერმინი, რომელიც აღწერს თმისცვენას სხეულის ნებისმიერი ნაწილიდან. თუმცა, ყველაზე ხშირად ეს ტერმინი გამოიყენება თავის თმისცვენის აღსანიშნავად. ალოპეცია შეიძლება იყოს დროებითი ან მუდმივი და შეიძლება გამოწვეული იყოს მრავალი ფაქტორით, მათ შორის გენეტიკური მიდრეკილებით, აუტოიმუნური დაავადებებით, ჰორმონალური ცვლილებებით, მედიკამენტებით, სტრესით და სხვა. არსებობს ალოპეციის რამდენიმე ტიპი, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია. ანდროგენული ალოპეცია, მამაკაცური ან ქალური ტიპის გამელოტება, ყველაზე ხშირი ტიპი, რომელიც გამოწვეულია გენეტიკური მიდრეკილებით და ჰორმონალური ცვლილებებით. მამაკაცებში როგორც წესი იწყება შუბლის ხაზის უკან დახევით და თხემის გათხელებით, ხოლო ქალებში თმის ზოგადი გათხელებით თავის მთელ ზედაპირზე. ბუდობრივი ალოპეცია, აუტოიმუნური დაავადება, როდესაც იმუნური სისტემა უტევს თმის ფოლიკულებს, რაც იწვევს თმისცვენას მრგვალი ან ოვალური ფორმის კერების სახით. შეიძლება დააზიანოს თავის კანი, წარბები, წამწამები და სხეულის სხვა ნაწილები. უნივერსალური ალოპეცია, ბუდობრივი ალოპეციის მძიმე ფორმა, როდესაც ხდება თმის სრული ცვენა მთელ სხეულზე. ტოტალური ალოპეცია, თმის სრული ცვენა თავის კანზე. ნაწიბუროვანი ალოპეცია, იშვიათი ტიპის ალოპეცია, როდესაც თმის ფოლიკულები ნადგურდება და იცვლება ნაწიბუროვანი ქსოვილით, რაც იწვევს თმის მუდმივ ცვენას. შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა დაავადებებით, როგორიცაა წითელი მგლურა, სკლეროდერმია, ფოლიკულიტი და სხვა. ტელოგენური ალოპეცია, დროებითი თმისცვენა, რომელიც ჩვეულებრივ გამოწვეულია სტრესით, ავადმყოფობით, მშობიარობით, მედიკამენტებით ან სხვა ფაქტორებით. ამ დროს თმის ზრდის ციკლი ირღვევა და თმის დიდი რაოდენობა გადადის დასვენების, ტელოგენის, ფაზაში, რაც იწვევს თმისცვენას რამდენიმე თვის შემდეგ. ანაგენური ალოპეცია, თმისცვენა, რომელიც გამოწვეულია თმის ზრდის ფაზის, ანაგენის შეწყვეტით. ხშირად უკავშირდება ქიმიოთერაპიას ან რადიაციულ თერაპიას. ალოპეციის გამომწვევი მიზეზები მრავალფეროვანია და დამოკიდებულია ალოპეციის ტიპზე. გენეტიკური მიდრეკილება, ანდროგენული ალოპეციის მთავარი მიზეზი. აუტოიმუნური დაავადებები, ბუდობრივი ალოპეცია, უნივერსალური ალოპეცია, ნაწიბუროვანი ალოპეცია. ჰორმონალური ცვლილებები, ანდროგენული ალოპეცია, ტელოგენური ალოპეცია, მშობიარობის შემდეგ, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები. მედიკამენტები, ქიმიოთერაპია, რადიაციული თერაპია, ანტიკოაგულანტები, ანტიდეპრესანტები, რეტინოიდები და სხვა. სტრესი, ტელოგენური ალოპეცია. ინფექციები, სოკოვანი ინფექციები, სიფილისი. ფიზიკური ტრავმა, დამწვრობა ნაწიბურები. არასწორი კვება, რკინის, თუთიის, ბიოტინის დეფიციტი. თმის მოვლის არასწორი საშუალებები, თმის ხშირი შეღებვა, ქიმიური დახვევა, მჭიდრო ვარცხნილობა. სიმპტომები დამოკიდებულია მის ტიპზე. ანდროგენული ალოპეცია. მამაკაცებში, შუბლის ხაზის უკან დახევა, თხემის გათხელება. ქალებში, თმის ზოგადი გათხელება თავის მთელ ზედაპირზე. ბუდობრივი ალოპეცია, თმისცვენა მრგვალი ან ოვალური ფორმის კერების სახით. უნივერსალური ალოპეცია, თმის სრული ცვენა მთელ სხეულზე. ტოტალური ალოპეცია, თმის სრული ცვენა თავის კანზე. ნაწიბუროვანი ალოპეცია, თმის ცვენა ნაწიბურების წარმოქმნით. ტელოგენური ალოპეცია, თმის ზოგადი გათხელება და ცვენა მთელ თავზე. ანაგენური ალოპეცია, თმის სწრაფი ცვენა მკურნალობის დაწყებიდან მალევე, მაგალითად ქიმიოთერაპიის დროს. მკურნალობა დამოკიდებულია მის ტიპზე, გამომწვევ მიზეზზე, სიმპტომების სიმძიმეზე და პაციენტის ინდივიდუალურ მახასიათებლებზე. არ არსებობს ერთი უნივერსალური მკურნალობა, რომელიც ყველა შემთხვევაში ეფექტური იქნება. მკურნალობის ძირითადი მეთოდებია. მედიკამენტური მკურნალობა. მინოქსიდილი, ადგილობრივი გამოყენების ხსნარი ან ქაფი, რომელიც ასტიმულირებს თმის ზრდას. გამოიყენება ანდროგენული ალოპეციის და ბუდობრივი ალოპეციის დროს. ფინასტერიდი, პერორალური მედიკამენტი, ტაბლეტები, რომელიც ბლოკავს დიჰიდროტესტოსტერონის წარმოქმნას. ჰორმონი, რომელიც იწვევს თმის ფოლიკულების მინიატურიზაციას ანდროგენული ალოპეციის დროს. გამოიყენება მხოლოდ მამაკაცებში. კორტიკოსტეროიდები, შეიძლება გამოყენებულ იქნას ადგილობრივად კრემები, ლოსიონები, ინექციები ან პერორალურად, ტაბლეტები, ბუდობრივი ალოპეციის და ნაწიბუროვანი ალოპეციის დროს ან თების შესამცირებლად.
ანტრალინი, ადგილობრივი გამოყენების კრემი, რომელიც გამოიყენება ბუდობრივი ალოპეციის დროს იმუნური სისტემის პასუხის მოდიფიცირებისთვის. დიფენციპრონი, ადგილობრივი იმუნოთერაპია ბუდობრივი ალოპეციის დროს. იმუნოსუპრესანტები, მძიმე შემთხვევებში შეიძლება გამოყენებული იქნას სისტემური იმუნოსუპრესანტები, როგორიცაა ციკლოსპორინი, მეტოტრექსატი. ჯაკ ინჰიბიტორები, ტოფაციტინიბი, რუქსოლიტინიბი, ბარიციტინიბი, შედარებით ახალი პრეპარატები, რომლებიც ბლოკავენ ანთებითი ციტოკინების სიგნალებს. თმის გადანერგვა, თმის ფოლიკულების გადანერგვა თავის იმ ადგილებში, სადაც თმა გაცვენილია. ეფექტურია ანდროგენული ალოპეციის დროს. სხვა მეთოდები. ლაზერული თერაპია, დაბალი დონის ლაზერული თერაპია შეიძლება გამოყენებული იქნას თმის ზრდის სტიმულირებისთვის. მეზოთერაპია, ვიტამინების, მინერალების და სხვა ნივთიერებების ინექციები თავის კანში. პლაზმოლიფტინგი, პაციენტის საკუთარი სისხლიდან მიღებული პლაზმის ინექციები თავის კანში. სამკურნალო შამპუნები, კეტოკონაზოლის შემცველი შამპუნები შეიძლება დაეხმაროს სოკოვანი ინფექციით გამოწვეული ალოპეციის დროს. ფსიქოთერაპია შეიძლება დაეხმაროს პაციენტებს ალოპეციის ფსიქოლოგიურ ზემოქმედებასთან გამკლავებაში. სამკურნალო მედიკამენტების, დანამატების და საშუალებების ჩამონათვალი. მედიკამენტები. მინოქსიდილი, ფინასტერიდი, კორტიკოსტეროიდები, პრედნიზოლონი, ტრიამცინოლონი, ანტრალინი, დიფენციპრონი, ციკლოსპორინი, მეტოტრექსატი. ინჰიბიტორები, ტოფაციტინიბი, რუქსოლიტინიბი, ბარიციტინიბი. დანამატები. ბიოტინი, რკინა, თუთია, ვიტამინი D, ომეგა-3. საშუალებები. სამკურნალო შამპუნები, კეტოკონაზოლით. ლაზერული სავარცხლები. მიმართეთ დერმატოლოგს ან ტრიქოლოგს ალოპეციის დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის. მოერიდეთ თმის მოვლის აგრესიულ საშუალებებს. იკვებეთ ჯანსაღად და მიიღეთ საკმარისი რაოდენობის ვიტამინები და მინერალები. მართეთ სტრესი. არ მოწიოთ. გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალებები თავის კანზე, თუ თმა გაცვენილია. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, ალოპეციის მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს მოთმინებას და ექიმის რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულებას. შედეგები შეიძლება იყოს ინდივიდუალური და მკურნალობის ეფექტურობა დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე. დასვით თქვენი კითხვები ჯანმრთელობის შესახებ კომენტარებში. ასევე მოგწერეთ კომენტარებში, რომელ დაავადების შესახებ გსურთ მოგიმზადოთ ინფორმაცია. არ დაგავიწყდეთ გამოიწერეთ ჩვენი არხი, რათა შეიტყოთ უფრო მეტი სხვადასხვა გავრცელებულ დაავადებაზე და მათი მკურნალობის შესახებ. გისურვებთ ჯანმრთელობას.